შეერატონში თავისუფლების ფორუმი გაიხსნა. Სამდღიან ფორუმს 13 ქვეყნის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. თავისუფლების ფორუმს დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩეუერთნა მიხეილ სააკაშვილი კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა და ახალგაზრდა დემოკრატთა კავშირის წევრებს საქართველოს ბოლო რამდენიმე წლის მიღწევები გააცნო. ფორუმის დეტალებით თამთა მეგრელიძე ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. თამთა, მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით მართლა, თავისუფლების ფორუმი ბათუმში დღეს დილიდან გაიხსნა მსოფლიოს 15 ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელი სასტუმრო შეერატონის საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბა. დღეს აქ შეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა, მან აქ შეკრებილებს ის მიღწევები გააცნო, რომელიც საქართველოს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქვს, ეს არის განხორციელებული რეფორმები კორუფციასთან ბრძოლის მხრივ, ასევე ნაბიჯები, რომელიც დემოკრატიული განვითარების კუთხით გადაიდგა. საუბრისად საქართველოს პრეზიდენტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც შეეხო. დემოკრატიული განვითარება, კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური აღმავლობა. ამ თემების განხილვა დღეს დილიდან შეერატონში მიმდინარეობდა. აქ შეკრებილმა 13 ქვეყნის დელეგაციამ ანგარიში საქართველოს პრეზიდენტისგან ჩაიბარა. მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის ბოლო რამდენიმე წლის მიღწევებზე ისაუბრა. კითხვა-პასუხის რეჟიმში პრეზიდენტს კითხვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც დაუსვეს. დღევანდელი დღე ძალიან კმაყოფილი ვარ. საქართველოს პრეზიდენტს კითხვა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე დაუსვით. იმაზე თუ რას ფიქრობს იგი მედვედევისა და ობამას ბოლომდროინდელ ხშირ შეხვედრებზე, რადგან მან მიპასუხა, რომ მისთვის უმთავრესი ობამას მიერ გაკეთებული განცხადებაა, სადაც მან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად აღიარა. საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის წევრები შეერატონში დღეს დილიდან შეიკრიბნენ. კონფერენციას მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ოპოზიციის წევრები და არასამთავრობოებიც ესწრებოდნენ. საკარიან ადამიანები, ახალგაზრდები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა პარტიებს, ძირითადად ევროპის ქვეყნების, თუმცა არა მარტო არიან კანადის, ავსტრალიის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები, რომლებიც აუცილებლად უახლოეს პერიოდში გახდებიან ახალგაზრდული ორგანიზაციებიდან უფრო სერიოზული გადაწყვეტილების მიმღებები, მაღალი თანამდებობის პირები, პარლამენტარები, მინისტრები, ალბათ პრეზიდენტებიც. თავისუფლების ფორუმის უმთავრესი პრინციპი სახელმწიფო მართვის მექანიზმებში ახალგაზრდა თაობის ჩართვა. ამიტომაც სხვადასხვა პარტიის ახალგაზრდული ღვთის ხელმძღვანელები აქ მრავლად იყვნენ. ამ ფორუმით გამოხატული არის ჩვენ და მის საერთაშორისო მხარდაჭერა. გავითვალისწინებთ იმას, რომ წინა წელს ჩატარდა მსგავსი ფორუმი ვაშინგტონში და წელს ჩატარდა ბათუმში, ეს უაღრესად მის დიდ მნიშვნელობაზე მეტყველებს. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ ამ ურთიერთობებს იმისთვის, რომ ჩვენი სიმართლე კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ. ჩვენი სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ დღეს ვიმყოფებით ოკუპაციის პირობებში და გვჭირდება საერთაშორისო ურთიერთობების მხარდაჭერა. მნიშვნელოვანი არის საქართველოს და ქართველი ხალხის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის. ძალზედ შინაარსიანად მიმდინარეობს კონფერენცია მთელი რიგი საკითხებზე, მათ შორის დემოკრატიულ რეფორმებზე, მათ შორის თავისუფლების საკითხებზე, რაც არის უდავოდ მნიშვნელოვანი. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ახალგაზრდობასაც ნამდვილად ძალზედ გამოადგებათ ის აზრთა ურთიერთგაცვლა და გამოცვლა, რომელიც მათი კოლეგების მხრიდან არის წარმოდგენილი. იგივე ფორმატის თავისუფლების ფორუმი გასულ წელს ვაშინგტონში ჩატარდა. საერთაშორისო დემოკრატიული კავშირის ხელმძღვანელი ხაზ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის მთავარ დეტალს უსვამს. ამ ფორუმის მნიშვნელობა იმითაა განსაზღვრული, რომ აქ გამოცდილების გაზიარება ხდება. დღეს ჩვენ საქართველოს პრეზიდენტსაც მოვუსმინეთ. მიხეილ სააკაშვილმა საკმაოდ კარგად წარმოგვიდგინა ქვეყნის განვითარების გეგმა და ეკონომიკური მიღწევები. ვფიქრობ, ამ მხრივ საქართველოს ნამდვილად აქვს პროგრესი, რაზეც საუბარი და მსჯელობა ღირს. ბათუმი ეროვნული ფორუმის კონფერენცია 3 დღის განმავლობაში უმასპინძლებს. იგი 27 ივნისს დაიხურება. როგორც უკვე აღნიშნეთ, პოლიტიკური გამოცდილების გაზიარება და დისკუსიები აქ 27 ივნისამდე გაგრძელდება, როგორც გითხრეს, ეს უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისათვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვების მხრივ. მადლობა თამთა, თავისუფალი ფორუმის დეტალებით თამთა მეგრელიძე საუბრობდა დროს ეთერში.